მშვიდობისა დღეს 20 მარტია 4 შაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიას, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. ყველას წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ დღევანდელ დილას ჩვენთან ერთად იწყებთ. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო საათნახევარს მოწვეულ სტუმრებთან ერთად საინტერესოდ და ნაყოფიერად გავატარებთ. რაც შეეხება გადაცემის ანონსს, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე ტრადიციულად გეტყვით, თუ ვის მოიხსენიებს დღეს საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. დღეს აღინიშნება ბასილის, ეფრემის, კაპიტონის, ევგენის, ესთერის, ეპიდიოსის და აღათორეს ხსენების დღე, ასევე მოიხსენიება ღირსი პავლე ტყოვლად უბრალოდ, წმინდა პავლე აღმსარებელი და ღირსი ემილიანე. ჩვენ წმინდანების შემწეობას და მფარველობას გისურვებთ. და ახლა მე და გიორგი ერთად გაგაცნობთ, თუ რას ნახავთ და მოისმენთ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში. თქვენთან შესახვედრად ემზადება და სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუდიაში შემოგზანდება საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი და კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ჩვენ უკვე ტრადიციულად მასთან ერთად ყოველ ოთხშაბათობით კვირის მიმდინარე მოვლენებს მიმოვიხილავთ. თბილისში გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრი. ცენტრის მიზნებზე, ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე სტუდიაში ისაუბრებენ დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარე შუფია ჭინჭარაული და ერთ-ერთი წევრი ასოციაციისა ნინო სიხარულიძე. პირველ კლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ამას უფრო ვრცლად მოწვეულ სტუმართან ერთად შევიტყობთ. სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი ეკატერინე დგებუაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით წარსდგა, თუ როგორ ჩაიარა ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვან მკითხველთან შეხვედრამ. ამის თაობაზე მოგვითხრობს ჩვენი სტუდიის სტუმარი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა. და ვიდრე შემოგვიერთდება მამა ანდრია, შემოგთავაზებ ჩემეცნებითი ხასიათის ვიდეორგოლს, რომელიც არის ძალიან საჭირო და სასარგებლო ყველასთვის. გავეცნობით სხვა სიტყვის წარმოშობის ისტორიას და ასევე გავიგებთ იმის შესახებ, რომ არ უნდა ვიხმაროთ ბარბარიზმები და რომელია ბარბარიზმი და რომელი არა. ნახოთ მოკლედ ვიდეორგოლი. თაფლობის თვე. ახლად შეუღლებულების თანაცხოვრების პირველი პერიოდი. ეს აღმოსავლური გამონათქვამია, თუმცა მრავალი ასეული წელია, რაც მას ევროპელებიც დიდი წარმატებით იყენებენ. გამონათქვამი ევროპაში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ის ფრანსუა მარი არუე უოლტერმა თავის რომანში ზოგადი ანუ ბედისწერა გამოიყენა. ამ ფრაზამ მსოფლიოს გადაუვარაო, ამბობდნენ უოლტერის თანამედროვე. 1551 წელს პირველად ესპანელმა მღვდელმა პედრო ლეონმა ამერიკიდან კარტოფილი ესპანეთში შეიტანა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად სევილიელმა ექიმებმა ავადმყოფების გამოსაკვებად აირჩიეს კარტოფილი. ესპანეთიდან კარტოფილის კულტურა მთელ ევროპაში გავრცელდა. გერმანულმა ენამ ამერიკული კულტურა კარტოფილის სახელით გააფორმა. ასევე შევიდა ის რუსულ ენაში, რუსულიდან კი ქართულში. გებულობს. ცდარია, სწორია, იგებს. წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. იდეალური. ცდარია, სწორია, იდეალური. წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. ინაგურაცია. ცდარია, სწორია, ინაუგურაცია. წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. პაკრიშკა ბარბარიზმია. ქართულია საბურავი. დაიცავი სახელმწიფო ენა. შოურუმი ბარბარიზმია. ქართულია საგამოფენო დარბაზი. დაიცავი სახელმწიფო ენა.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვერთით და გვიყურებთ. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარ შემოგვერთდა კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მამა ანდრია, დილამშვიდობისა და დაგლოცოთ. დილამშვიდობისა და დაგლოცოთ ერთმანეთს. მადლობა რომ გვესტუმრეთ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მამა ანდრია, ჩვენ ტრადიციულად გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მიმოვიხილოთ და დავიწყოთ გუშინდელი განცხადებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა და რომელიც ეხებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მუხტას. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ვიცით რომ სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არ იხდიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს და იყო გასულ კვირაში გაჟღერებული ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, რომ უნდა იხდიდნენ სასულიერო პირები და თქვათ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, კონკრეტულად ღვთისმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურს. აი თქვენი პოზიცია საინტერესო არის კიდევ ერთხელ რომ დააფიქსიროთ და გააჟღეროთ ინიციატივა უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ რას გულისხმობდა და შემდეგ ვთქვათ რატომ მოყვა მას საპატრიარქოს განცხადება. ინიციატივა გულისხმობდა სავალდებულო საჯარო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანების სიიდან სასულიერო პირების ამოღებას. იქ არის ჩამონათვალში ავადმყოფობის გამო თუ ოჯახის მარჩენალია და რაღაც კატეგორიები არის გარკვეული ფიზიკური მდგომარეობის გამო ათავისუფლებს სტუდენტებს მათ შორის ათავისუფლებს კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და მათ შორის სასულიერო პირებს. ეს ინიციატივა გამოწვეული არის გარკვეული გარემოებების გამო. კანონში არ არის დარეგულირებული რაღაცა გარკვეული ვაკუუმი არის და საშუალება ეძლევათ რომ დაარეგისტრირონ რელიგიური ორგანიზაცია რომელიც მიანიჭებს სასულიერო პირის სტატუსს და ეს საშუალებას იძლევა რომ გათავისუფლდნენ ჯარისაგან. და ამან როგორც ჩანს მიიღო მასიური ხასიათი, შეიქმნა გარკვეული პრობლემები გაწვევასთანაც კი და ასეთი სახით პრობლემის გადაწყვეტა აღმოჩნდა ყველაზე უფრო იოლი მოსახერხებელი. თუმცა ამან შექმნა გარკვეული პრობლემები. მიგვაჩნია რომ სასულიერო პირი არ უნდა იხდიდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში. საპატრიარქოს განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ალტერნატიული სამსახური. თუმცა კანონმა სხვაგვარად უნდა დაარეგულიროს ის პრობლემა, რისთვისაც ეს ინიციატივა იქნა ინიცირებული. სხვაგვარად უნდა დაარეგულირდეს ის, რომ სპეკულაციები ამ თემაზე არ უნდა ხდებოდეს. და აი ამ მიდგომის გამო არ უნდა იყოს საშუალება იმისი, რომ შეიქმნას დარეგისტრირდეს რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ამაზე თავისუფლება. ბიბლიური თავისუფლება ათავისუფლებს ასევე და ანიჭებს სასულიერო სასულიერო პირის სტატუსს. აი ამ შემთხვევაში თქვენ რა გამოსავალს ხედავთ თქვათ, გარდა იმისა, რომ რაზეც ახლა საუბრობთ და გასაგებია, რომ კანონი დასახვეწია და სასურველია, რომ მასში შევიდეს ცვლილებები, რაც არ გახდეს სხვებისთვის სპეკულაციის საგანი. აქვე დავამატებ, როდესაც საუბრობთ ჩვენ სასულიერო პირებზე, გამოითქვა სხვა სასულიერო პირების მხრიდან, გულისხმობს სხვა დენომინაციებს და სხვა რელიგიური მიმდევრების ლიდერებს, უკმაყოფილება, რომ რატომ უნდა ეხებოდეს ეს მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. აი ამასთან რა პოზიცია გაქვთ? საქმე იმაშია, რომ თუ კი აი ამ კანონიდან ამოვიღებთ სასულიერო პირებს, კონკორდატი, რომელიც არის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს და გამოდის, რომ მხოლოდ ამ კანონის საშუალებით რეგულირდება სასულიერო პირების ჯარში გაწვევა არ გაწვევის საკითხი და ეხება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. ასე რომ კანონიდან აი ამ ჩანაწერის ამოღება ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი, ვინც ამით სარგებლობდა,
რჩებიან რაღაც ნაკლულევან მდგომარეობაში. ანუ ჩვენ ისედაც გარანტირებულად გვიცავს კონკორდატი და მათ კი საერთოდ არანაირი ბერკეტი აღარ რჩებათ, არანაირი ხელშეკრულება. სხვა ქვეყნების პრაქტიკას რომ გადავხედეთ, იქ რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ სხვადასხვა სტატუსი. არის საბაზო სტატუსი, რომელიც მინიმალურ პირობებს უქმნის იმისათვის, რომ მათ მოახერხონ თავისი ფუნქციონირება და არ იგრძნონ დისკრიმინაციულად თავისი თავი, მაგრამ არის უმაღლესი სტატუსის რელიგიური ორგანიზაციებიც, რომელიც სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით და ეს გამოწვეული არის მათი ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით აი ამ ქვეყანაში. ეს არის ევროპული ქვეყნები, ავსტრია მათ შორის შემიძლია დაგისახელოთ, ლიტვა, სადაც რეგულირდება კანონით საერთოდ რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია. იქ არის გარკვეული პირობები და ასე იოლად ვერ დაარეგისტრირებ რელიგიურ ორგანიზაციას, არ გცნობს სახელმწიფო როგორც რელიგიურ ორგანიზაციას, თუ შენ არ აქვს გარკვეული მოცემულობა. და აი ავსტრიაში ცალკე დეკრეტით ხდება რელიგიური სტატუსის მინიჭება ამა თუ იმ ორგანიზაციისათვის და სწორედ ამის გათვალისწინებით. თუ რა სულიერი და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია აი ამ ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა იქ ამას კანონი არეგულირებს, რაზეც კანონი არეგულირებს და ჩვენ შემთხვევაშიც თუ ამ მიმართულებით იმუშავებს ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და არეგულირებს განსაზღვრავს დეფინიციას, ვინ შეიძლება იყოს აი ამ სტატუსით მოსარგებლე, მაშინ ეს პრობლემა მოიხსნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია, რომელიც შექმნა პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა, სწორედ ამიტომ შეიქმნა, რომ მიცეს საშუალება ჯარიდან გათავისუფლების. აქვე მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ყველა ის პირი, ვინც მიიღო აი ამ ბიბლიური თავისუფლებისაგან სასულიერო პირის წოდება, ყველა ის ადამიანი ავტომატურად მართლმადიდებლური ეკლესიიდან არის გასული და შესაბამისი სინანულისა და შესაბამისი პროცედურის გარეშე მათზე არ აღასრულებს მართლმადიდებლური ეკლესია არანაირ საიდუმლოებას, მათ არ მოიხსენიებს ლოცვაში და ასე რომ აი ამ თამაშში გაუცნობიერებლად ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად არის მატარებელი აი მათ მიერ მინიჭებული ბიბლიური თავისუფლების მიერ მინიჭებული სტატუსისა და იმავდროულად გონიათ მათ რომ არიან მართლმადიდებლები და მათ გასაგონად ვამბობთ კიდევ ერთხელ რომ მათ დატოვეს ეკლესიის წიაღი, როდესაც ხანის განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრს არ ესმის ეს გაუცნობიერებლად წელიან არც იცოდა რა ნაბიჯიკადად გააბით და უბრალოდ სურვილით იმიტომ რომ დაეღწია სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავი, სულ აფიქრობდა რომ თქვა ეხლა როგორც მართლმადიდებელი გადიოდა ეკლესიის საზღვრებიდან. არ უფიქრია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მამანტრია 17 მარტს მართლმადიდებლობის ზემი აღნიშნეთ და რუსეთის მოსკოვის საპატრიარქოს სპეციალურ გვერდზე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წირვას მოსკოვის საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სრულუფლებიანი ელჩები რუსეთში და ასევე ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ამ ინფორმაციამ ცოტა ორაზროვნება გამოიწვია საზოგადოებაში და თქვენი განმარტება საინტერესოა მასთან დაკავშირებით. დიახ, ეს ინფორმაცია გადავამოწმე ცოტა მოგვიანებით და მართლაც ასე იყო ოფიციალურ სტატუს საიტზე patriarchate.ru იდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მსახურებაზე იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სრულ უფლებიან ელჩებთან ერთად აი ამ მსახურებას. ამ განცხადებას მოჰყვა
გარკვეული კომენტარები, იყო მცდელობა მამაკახაბერის დადანაშაულებაში, რომ როგორ დადგა სახურებაზე მათ გვერდით. ესენი საერო ადამიანები არიან. აქ ძალიან მარტივი არის, რადგანაც ჩვენ კვლავ გვიწევს ამისი აღნიშნა, რომ ცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ ცდილობენ ყველაფრის გამოყენებას. დისკრიმინაცია ეკლესიისა არის ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. აქაც იყო მცდელობა, რომ რაღაცა ამ კუთხით გამოიყენებინათ ეს და იყო მინაწერი, რომ თითქოს საქართველოს ეკლესიამ სპეციალურად გააგზავნა იქ დელეგაცია და ვიზიტი შედგა აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და რაღაც ძალიან ცუდ ფორმაში გამოიყვანეს ეს. არა და იქ არის საკმაოდ დიდი ხანია მამაკახაბერი, რაც რამდენიმე წელია კი ამ მოვალეობას 2 წელია მგონი მამაკახაბერი იქ არის. ეს ეკლესია სადაც მსახურობს მამაკახაბერი არ არის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში, ეს არის მოსკოვში ეს ეკლესია და მიღებული პრაქტიკით ასია იქ ქართული მრევლი კი გადის, მაგრამ ეს ეკლესია ეკუთვნის რუსეთის საპატრიარქოს. წინამძღვარი ამ ტაძრისა არის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მოქმედი მღვდელმსახური. მამაკახაბერი არის მივლინებული მღვდელმსახური ჩვენგან მოსკოვში. რამდენიმე წელია უკვე როგორც აღნიშნე მსახურობს იქ და ემსახურება ქართველ მრევლს. დღესასწაულზე თუ მიიწვიეს, ბუნებრივია რომ დადგებოდა დღესასწაულზე და მამაკახაბერს არავინ არ ეკითხება მამაკახაბერს, რა თქმა უნდა მამაკახაბერს ვინ შეუთანხმებს, ვის მოიწვევენ იქ სტუმრად. ეს ერთი საკითხია. რომ სულ ტყუილად შეეცადნენ, თქვათ, იქ რაღაცა გამოეჩინათ, რომ თითქოს დააშავა რამე მამაკახაბერმა. მეორე საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ პრესამსახურმა დაუშვა ძალიან უხეში შეცდომა ჩვენთან მიმართებაში ძალიან არაკორექტულია, როდესაც ერთის მხრივ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორეს მხრივ აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიების ეგრეთ წოდებული ელჩები აი ესეთი სტატუსით არის მოხსენიებული ოფიციალურ გვერდზე. თავდაპირველად ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა იყო მხოლოდ თარგმანი და მითითებული სხვა საიტზე გავრცელებული ინფორმაცია, მე მოგვიანებით შევიტყვე რომ ეს იყო ოფიციალურ საიტზე და საქართველოს ეკლესიის პრესამსახურის სახელით გაუგზავნით აუცილებლად საყვედურის წერილს, რომ ეს არაკორექტულია ეს წერილი. წერილი მზად არის უბრალოდ გვიან ღამე მომზადდა და დღეს გავაგზავნით ამ წერილს, სადაც მიუთითებთ, რომ აი ამ არაკორექტულმა მოხსენიებამ ოკუპირებული ტერიტორიების თითქოს და რაღაცა ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს მსახურებაში. კორექტული იქნებოდა ყველა მხრივ დაეცვათ ეს, რომ რუსეთის საპატრიარქო მათ შორის აღიარებს ქართული სახელმწიფოს ერთიანობას და მთლიანობას და ეს არაერთხელ უთქვამს თავად პატრიარქ კირილსაც. ამ პოზიციის დაფიქსირება ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია და ამ სახის შინაარსის წერილის რა თქმა უნდა, ის რომ სულ ერთი არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის. რა თქმა უნდა. რა გავრცელდება მათ ოფიციალურ საიტზე. დიახ, ეს ოფიციალური საიტი არ იყოს, შესაძლებელი არის, რომ საერთოდ რეაქცია არც გქონდეს, იმიტომ რომ თუ ეს იქნება საერო წიაღში ეს გაკეთებული, ჩვენ მივეჩვიეთ უკვე ამ არაკორექტულობას, თუმცა მივეჩვიეთ იმ აზრით, რომ ხშირია მათი მხრიდან დარღვევა და რუსეთმა ვიცით, რომ აღიარა როგორც სახელმწიფოები ეს და ეს ძალიან სამწუხარო. მაგრამ როდესაც ეს არის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი, ეს აუცილებლად არის საჭირო, რომ გაკეთდეს ამაზე რეაქცია. მამანდრია, გარდა იმისა, რომ რაღაცა დისკრიმინაციის ერთგვარ ობიექტად იქცა საქართველოს საპატრიარქო,
ცხოველია და დიდია ინტერესი საზოგადოებაში ნებისმიერი აქტივობისა, რაც საქართველოს საპატრიარქოს უკავშირდება. მე მინდა გთხოვოთ ერთგვარი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პერიოდულად საქართველოს საპატრიარქოში იმართება ეპისკოპოსთა სხდომები. რომ გამიჩნოთ ეს და არაერიოს თქვათ ტელემაყურებელს ეს არნიშნავს თქვათ წმინდა სინოდის სხდომა სულ სხვა რამ არის და ამგვარი სხდომები ეპისკოპოსებისა სულ სხვა რამ არის. რა შინაარსის არის ეს შეხვედრები საინტერესოა და რა თემები განიხილება ხოლმე ამ შეხვედრებზე? მოგეხსენებათ, რომ საპატრიარქოში მოქმედებს რამდენიმე სამსახური. ეს არის განათლების მიმართულებით, ეს არის საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით, არის მისიონერული მიმართულებით, სულ არის 12 სამსახური, საგამომცემლო და ასე შემდეგ. 12 სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობენ ეპისკოპოსები. ეს არის საპატრიარქოს შემადგენლობა დარგების მიხედვით. პატრიარქის კურთხევით თვეში ორჯერ ჩაინიშნა ამ სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრა. ეს არის ერთგვარი თათბირის ხდომა, რომელზეც ხდება ამა თუ იმ ასეთ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. არის საკითხები, რომელიც ვიწროთ ამ ცალკეულ დარგს კი არა, ყველას ეხება და ესეთი საკითხები წინასწარ ხდება ამისი შეთანხმება, წინასწარ იგზავნება მოწვეულ ეპისკოპოსების მისამართებზე საკითხი, იხილავენ ეცნობიან წინასწარ და შემდგომში რამდენიმე საათიანი სხდომაზე ხდება განხილვა, შეთანხმება, შენიშვნების შეტანა და შემდგომი სხდომის მოსამზადებლად საკითხების დასმა. მაგალითად აქ განხილული იქნა მისიონერული კონცეფცია, თქვათ, ყველა დროს, ყველა ეპოქას მოსდევს თავისი პრობლემები, თავისი ბრძოლები ასე თქვა. ხო, და თავისი ენა ჭირდება, თავისი მეთოდი ჭირდება ქრისტიანობის ხალხამდე მიტანას, ამ პრობლემების გადალახვას, ამიტომ საჭიროებს ეს მისიონერული ხედვა, განახლებას და ახლიდან გააზრებას. განათლების საკითხები, თქვათ, სკოლაში ძალიან საჯარო სკოლებშიც ბევრია ძალიან პრობლემა და ეკლესიის საპატრიარქოს სკოლებშიც სულ მუდამ საჭირო არის რაღაცა სიახლეების შეტანა. აი ეს საკითხები განეხილება. პატრიარქის კურთხევით ხდება ეს და ძალიან სასიხარულო არის, რომ ეპისკოპოსები აი ამ სხდომაზე ძალიან ეფექტურად ახერხებენ საკითხების დახვეწას. მამანდრე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს რომ გამოვეხმაუროთ, გასული კვირის განმავლობაში ერთ-ერთ არხზე გავიდა გადაცემა, სადაც ძალიან კვალიფიციურმა ჟურნალისტმა და ერთ-ერთი კვალიფიციური ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ ყბადაღებული 25 მილიონის შესახებ, რომელსაც იღებს საქართველოს ეკლესია სახელმწიფოსგან. და სხვათა შორის მან თქვა ასეთი რამ, რომ შევისწავლეთ 91% დაახლოებით აი ამ ტრანზაქციებისა და ფინანსური აქტივობებისა, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკლესია და აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოს ეკლესიისთვის განათლება არის უმთავრესი და ძირითადი ნაწილი ამ ფინანსებისა მიემართება განათლებისკენ. მან ასევე ისიც თქვა, რომ დაუსაბუთებელს აღურიცხავს ამ ფინანსებში ის ვერაფერს ვერ ხედავს. ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ მას არ უხსენებია. თქვენ რომ გამოეხმაუროთ ამ თემას და შეაფასოთ. დიახ, საპატრიარქოს არაერთხელ გაუკეთებია ამაზე განცხადება, თუმცა ისევ აი გათვალისწინებით იმ გარემოსი, რაც საპატრიარქოს და ეკლესიის ირგვლივ ხდება, ჩვენ რო ვიტყვით, რომ რაღაცა არის თეთრი, ხდება მე ამისი გადაკეთება კომენტარში წერია, რომ კითხვას თეთრი, მაგრამ სინამდვილეში იგულისხმებს შავი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს გამოყოფილი თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, არამედ რჩება ისევ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე. და აქედან ხდება მხოლოდ დანიშნულებების მითითება, სად გადაირიცხოს ეს თანხა. ამიტომ ამ თანხების განკარგვა სრულიად ასახული არის და გამჭვირვალე არის, რამდენადაც ამას ფლობს ფინანსთა სამინისტრო სრულ სურათს და ირიცხება.
და ეს 25 მილიონი იქცა რაღაცა სტიგმათ, რომ როგორც კი ახსენებ ამას და თან ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებულად დიდი თანხა, ჩვენ რო გადავხედოთ ბიუჯეტებს რა ბიუჯეტით სარგებლობენ თქო არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგიერთი რაღაცა მიმართულება თქო ავიღოთ სპორტში ან სხვადასხვა ორგანიზაციები გადავანაწილოთ უბრალოდ რომ შეიძლებოდეს თქო ამისი გააზრება შემდეგნაირად რომ ეს თანხა რო გადანაწილდეს 12 თვეზე და თქო ჩვენს ეპარქიებზე ხო კი არ ხდება ესე არ ხდება გადანაწილება ვთქვათ თანაბრად მაგრამ რო ხდებოდეს ასე გადანაწილება თითო ეპარქიას შეხვდება 40000 ლარამდე თვეში ეს არაფერი არ არის საჭიროება გაცილებით უფრო მეტია და ამიტომ ეს ხელოვნურად შექმნილი ეს თემა რომელიც ირგვლივაც არ მთავრდება სპეკულაციები ეხლა თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ძალიან ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც არის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი არის უფასო ამავდროულად ზოგან თქვათ შეიძლება საკვებიც უფასო იყოს აქედან გამომდინარე გასაოცარიც კი არის როგორ ხერხდება ამ თანხაში ამ ყველაფრის კეთება ამდენი თქვათ ქველმოქმედების რაზეც ეკლესია ხშირ შემთხვევაში არ საუბრობს და საზოგადოებამ შეიძლება ეს არ იცის დიახ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ იმაზე რომ აკადემიური მოსწრება სასულიერო საპატრიარქოს სკოლებში არის ძალიან მაღალი. შეფასება თუ მოხდა იმ კუთხით რა პრობლემები საჯარო სკოლაში არის ძალადობის მხრივ ყოფაქცევა ზოგადად ბავშვებში რო შესაძლებელი იყოს ამისი გაზომვა ვინმე რო აკეთებდეს ამას. ნახავთ რომ საპატრიარქოს სკოლები აქ დაიჭერენ ძალიან ღირსეულ ადგილს. ასე რომ არც ხარისხში შეიძლება რაიმე წუნი ვიპოვოთ საპატრიარქოს აი ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თქვენ ზანეთ რომ ჩვენ გაცილებით ნაკლები რესურსით ვახერხებთ უფრო მეტის გაკეთებას, იმიტომ რომ мотивация იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ ვეწევით, შინაგანიც გვაქვს და ამიტომ მხოლოდ ფინანსები არ არის თუნდაც ხელფასის სახით, თუნდაც რაღაცა სხვა წახალისება, რაც თქვა შესაძლებელი იქნებოდა ყოფილიყო სხვა დარგში, ჩვენთან დამატებითი мотивация არ არის საჭირო შინაგანად ისედაც განწყობა ამისი არის, რომ მომავალი თაობა აღიზარდოს. ანუ ის თანხა, რაც სახელმწიფოდან ეძლევა ეკლესიას, ხმარდება კვლავ სახელმწიფოს და ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას. კეთილი. არის გამჭვირვალე ეს ყველა. და ეს ყოველთვის შესაძლებელი არის, რომ იქნას სიგმოპოვებული. რელიგიური სტატუსით დარეგისტრირებული ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება ახსენეთ და თქვენ ისნებართვით მიუბრუნდეთ ამ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ შეიძლება ბევრმა ადამიანმა, ვინც ამ ფორმით დააღწია სავალდებულო საჯარო სამსახურს თავი, შეიძლება წუხს ახლა ამის გამო, რომ ის საკმაოდ კაცრი მოსასმენია, რომ თქვა შენ ამის გამო აღარ ითვლები ეკლესიის წევრად. და ახსენეთ, რომ აი გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ არის ეს შესაძლებელი. აი თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად განგვიმარტოთ ამ პროცედურებში რა იგულისხმება, თქვა გარდა იმისა, რაც თქვით, რომ თქვა სინანული არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი აქეთკენ რომ გადაიგეს. კიდევ რა ეკლესიას აქვს სხვადასხვა მოთხოვნა ხოლმე გააჩნია საიდან ბრუნდება ადამიანი ეკლესიაში. ამ შემთხვევაში სინანული და შენდობის ლოცვის საკითხი აუცილებლად მოწყარი რაღაც ეპიდემიას დაადებს. ეს იქნება ალბათ საკმარის იმისაც რომ დაბრუნდეს, თუმცა ამის გარეშე ითვლება რომ ეკლესიის წევრი არ არის. რადგანაც დაუბრუნდით ამ საკითხს, მინდოდა დამემატებინა რომ საერთოდ სასურველი იქნებოდა რომ საქართველოში სამხედრო სული აღორძინებულიყო, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონოდათ განსაკუთრებული სტატუსი, პატივი,
პრივილეგიები, რომ ეს იყოს თუ გნებავთ ელიტარული მიმართულება, მაგალითის მიმცემი და განწყობა არ უნდა იყოს ზოგადად არ უნდა იყოს განწყობა ჯარიდან თავის არიდებისა. არამედ ეს უნდა კარგად უნდა იყოს წარმოჩენილი თვითონ ჯარიც და აი ამ მსახურება სამშობლოსათვის უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული. ძალიან დიდი მადლობა მამა ანდრია საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას ყოველ ოთხშაბათ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი. შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჭახმარი. ახლა ერთად მოვისმინოთ 7 გზის ხილვაცვალა და გადაცემის შემდგომ ნაწილში ძალიან საინტერესო თემებით გამოვხსნათ ეთერს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასე რომ არ გადაერთოთ დაგვეროდეთ. რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემივანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისა და დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი
და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნე საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო უფალო დიდება შენ და ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო უფალო დიდება შენ და ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ. სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს და ვფიქრობთ, რომ მასთან ერთად საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემით განვაგრძობთ ეთერს. შემოგვიერთდა განათლების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ეკატერინე დგებულაძე. დილამშვიდობისა ქალბატონო ეკატერინე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა რომ მიმასპინეთ. მადლობთ. თქვი რომ საინტერესო თემაზე მოგვიწევს თქო ტელემაყურებლების ყურადღების შეჩერება და ვუთხრათ მათ რომ პირველ კლასელთა რეგისტრაციაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ვიდრე იმაზე ვისაუბრებდეთ თუ რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვისაც უწევს დარეგისტრირება თავიანთი შვილებისა, გავიგოთ ის თუ რა ცვლილებებზეა საუბარი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ნამდვილად არის ცვლილება წელს 2019-20 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პროცედურები გარკვეულწილად შეიცვალა და რეგისტრაციის ეტაპებს დაემატა ერთი ეტაპი, ეს არის საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია. რაც გულისხმობს? და რაც გულისხმობს. მოგეხსენებათ, უკვე წლებია განათლების სამინისტრო ინკლუზიურ განათლებაზე მუშაობს, მთელი ეს პერიოდი ცდილობს მის განვითარებას და შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით დაახლოებით 9000 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება საჯარო სკოლაში. და დაახლოებით ეს არის 1300 სკოლა, სადაც ეს ბავშვები იღებენ განათლებას. ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ის რეგისტრაციის ეტაპები, რომელიც აქამდე არსებობდა, არ იყო ხელმისაწვდომი ერთი ამ ბავშვებისთვის და მეორე მიზანი ეს იყო მათთვის საგანმანათლებლო გარემო შეგვექმნა. მოკლედ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთი ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მშობელს უჭირს მოძებნოს ის სკოლა სახლთან ახლოს და საყოველთაო რეგისტრაციის დროს ვერ ახერხებს თავისი შვილის დარეგისტრირებას, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. და ამის მერე იწყებოდა ის, რომ ჩვენ ვერთვებოდით, ვეძებდით გზებს, რომ რაღაცნაირად მხარდაჭერა აღმოგვეჩინა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, რომ ახლოს მის ახლოს სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მეორე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მეორე მიზანი, როდესაც სკოლა უნდა დახვდეს მზად
რა თქმა უნდა ნებისმიერ მოსწავლეს, როდესაც სასწავლო წელი იწყება, მაგრამ განსაკუთრებით მომზადებული უნდა იყოს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, როდესაც მიდის. რადგან სასწავლო წელი იწყებოდა და სწორედ ფორიაქი იწყებოდა მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესში ერთვებოდა კონკრეტული მოსწავლე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ეტაპი ყოფილიყო საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია და ეს მისცემდა სკოლებს იმის შესაძლებლობას, რომ ქონოდათ ინფორმაცია კონკრეტული ბავშვის შესახებ, რა პრობლემა აქვს, რა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება, დამატებითი სპეციალისტები ჭირდება, დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი ჭირდება, ასევე ეცოდინება და წინასწარ ინფორმაცია ექნება, რომ კონკრეტულად მაგალითად პირველ A კლასის დამრიგებლის სახელი და გვარი და დაიწყებს იმის მზადებას, რომ მიმართავს მასწავლებლის სახლს და სთხოვს, რომ რახან პირველ კლასში მასთან გაჩნდნენ ეს მოსწავლეები, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა აიმაღლოს კვალიფიკაცია ამ და ეცოდეს მიდგომა, ვთქვათ, ხო? სწორედ აი ამას გულისხმობს, დიახ, სწავლების სტრატეგიები, თეორიები, დაგეგვა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და ასე შემდეგ. რაც შეეხება საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრას, საინტერესოა როგორ განისაზღვრება და როგორ დასტურდება, ვთქვათ, ეს რაიმე სპეციალური აპლიკაცია იქნება მშობლის მიერ შესავსები თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს მშობლმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, ეს იგი პირველი ნაბიჯი ეს არის, როდესაც მშობელი მიდის იმ სკოლაში, სადაც სურს, რომ მისი შვილი დარეგისტრირდეს, სკოლის ადმინისტრაცია არეგისტრირებს მას უკვე იმ სკოლაში და იწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც არსებობს სპეციალური მომართვის ფორმა და ამ მომართვის ფორმას ავსებს მშობელი იქვე სკოლაში. ეს ფორმა იგზავნება განათლების სამინისტროში და განათლების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდი იწყებს აი ამ პროცესს, როდესაც უკავშირდება მშობელს და შეფასების ეტაპი იწყება. ვინც ვერ მოასწრებს, თქვათ, ქალბატონო ეკატერინე, რა ხდება, თქვათ, აი რა შანსი ეძლევა და ასევე როდის იგებს, აი რა პერიოდში ჩაირიცხა თუ არ ჩაირიცხა. კი ბატონო, აი ნახეთ მივყვეთ თანმიმდევრულად. როდესაც ესე იგი დარეგისტრირდა, მომართვის ფორმა შეავსო, ეს ფორმა გადაიგზავნა განათლების სამინისტროში, გუნდი უკავშირდება მშობელს და ეუბნება უთანხმებს ამ დღეს ამ საათზე მოხდება შეხვედრა და სპეციალური შეფასების ტესტების საფუძველზე ფსიქოლოგები იწყებენ ამ ბავშვების შეფასებას. ეს არის სპეციალური ტესტები, საერთაშორისო ტესტები, რომელიც ქართულ ნორმებზე არის მორგებული და აი ამ ტესტის საფუძველზე დგინდება მოსწავლეს აქვს თუ არა საგანმანათლებლო საჭიროება. ეს როგორც აღვნიშნეთ 25 მარტს იწყება რეგისტრაცია და რეგისტრაციის პროცესი სრულდება 5 აპრილს, მაგრამ ეს არ სრულდება მთლიანად. ეს პირველი ეტაპი. პირველი ეტაპი რეგისტრაციის, მაგრამ პროცესი გრძელდება 30 აპრილამდე. იმიტომ რომ ეს შეფასების პროცესი დასკვნის მომზადება და ბოლო არის, როდესაც მოხდება ბავშვის შეფასება, ფსიქოლოგი დაწერს დასკვნას, აი ამ დასკვნაში ჩაიწერება მას აქვს საგანმანათლებლო საჭიროება თუ არა და ეს დასკვნა იგზავნება როგორც სკოლაში, სადაც დარეგისტრირდება, ასევე იგზავნება საგანმანათლებლო საჭიროება აქვს და აი ეს დასკვნა არის წინაპირობა იმისი, რომ ბრძანება დაიწეროს ჩარიცხვის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ დაუდასტურდა საგანმანათლებლო საჭიროება, მისთვის ყველა ეტაპის კარიღია. მეორე ეტაპი იწყება უკვე დედმამიშვილების რეგისტრაციის. თუ მისი დედმამიშვილი სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, მეორე ეტაპზე მოახდენს მის რეგისტრაციას. თუ დედმამიშვილი არ სწავლობს, უკვე მესამე ეტაპი, ეს არის საყოველთაო რეგისტრაციის პერიოდი და ამ პერიოდშიც მას შეუძლია მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს. აი უფრო კიდევ რომ დავაკონკრეტოთ, მეორე ეტაპზე გარდა დედმამიშვილებისა, ვისი ჩარიცხვა მოხდება? მეორე ეტაპი და გარდა ასეთი ბავშვების, რომელსაც არ დაუდასტურდა თქვენ საგანმანათლებლო საჭიროება. მეორე ეტაპი იწყება 2 მაისს და სრულდება 17 მაისს და ეს ეტაპი ეკუთვნის იმ ბავშვებს, როდესაც კონკრეტულ სკოლაში სწავლობს მაგალითად ჩემი და ან ძმა და მეც იმავე სკოლაში უნდა მიმიყვანო მშობლმა. ანუ დედმამიშვილი, როდესაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში. ან კიდე მე დაშვება არის ასევე, როდესაც სკოლის მასწავლებელი, როდესაც მასწავლებელი ასწავლის, მისი შვილიც ასევე მოხდეს აი მისი შვილის დარეგისტრირებაც
ამავე სკოლაში. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს არის საყოველთაო ეტაპი, რომელიც მთელი საქართველოს ელოდება, ეს არის 21 მაისი. ეს არის დღე, როდესაც იხსნება უკვე ფანჯარა და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა თავისი შვილი არჩევანი გააკეთოს, რომელ სკოლაში დაარეგისტრიროს და ამ დღეს იწყება სწორედ ამ რეგისტრაციის პროცესი. ეს რეგისტრაცია გრძელდება 1 თვის განმავლობაში, სრულდება 21 ივნისს და არსებობს კიდევ მეოთხე ეტაპი, ის ეტაპი, როდესაც მაგალითად მშობელს დაავიწყდა, გამორჩა, ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ვერ მოახერხა დარეგისტრირება და ეს მეოთხე ეტაპი იწყება უკვე 25 ივნისიდან ივნისს და თავდება 5 ივლისს. ანუ ფაქტიურად მარტის 25-დან 5 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს მთელი ციკლი აი ამ რეგისტრაციის 4 ეტაპად. 4 ეტაპად. აი დარჩენილ ადგილებზე რა ხდება, ვთქვათ, იმ მოსწავლეების დარეგისტრირება ხდება, შესაძლებელი, ვთქვათ, აი ვინც ვერ მოასწრო, ვთქვათ, პირველ, მეორე და სხვა ეტაპზე. რა თქმა უნდა, მეოთხე ეტაპი სწორედ ამას ეკუთვნის, როდესაც უკვე დარჩა ადგილები, ასევე მშობელმა ვერ მოახერხა რეგისტრაცია, სწორედ მათთვის არის გახსნილი ფანჯარა. აი, თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება მშობელს გამორჩა, დაავიწყდა, ან არ იყო ქვეყანაში, მაგრამ არის კიდევ ერთი, რომ კომპიუტერთან ურთიერთობისას, ვთქვათ, ვერაფრით ვერ დაარეგისტრირა თავისი პირველ კლასელი შვილი. ვერ დააკლიკა. არა, არ არის მხოლოდ სწორედ ვერ გააკეთა, არის ხოლმე რაღაც, ვთქვათ, ასე ვთქვათ, შეუქმნა თვითონ ინტერნეტმა პრობლემა და ვთქვათ საიტმა, გვერდმა. აი ამასთან დაკავშირებით რაც გვეტყვით, ეს შეკითხვა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და ძალიან ბევრი ბავშვი შეიძლება ითქვას რჩება ხოლმე სკოლის, საჯარო სკოლის გარეთ და შემდეგ მშობელს უწევს რომ ის მიიყვანოს სკოლის მიღმა ვერც ერთი ბავშვი ვერ დარჩება. ყველა ბავშვი უნდა ასე ვთქვათ დარეგისტრირდეს და ჩაირიცხოს. იმ შემთხვევაში, კი ბატონო, იმ შემთხვევაში თუ ასე ვთქვათ კომპიუტერით ვერ მოახერხა მშობელმა შვილის დარეგისტრირება, მას შეუძლია თავისუფლად მივიდეს ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრში, ან იმ სკოლაში, სადაც უნდა რომ დაარეგისტრიროს და ადგილზევე დაეხმარებიან. თუ კი არ არის ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიჭირს კომპიუტერთან. თუ კი არ არის ადგილი სკოლაში. იმ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი შემთხვევა. არის გეთანხმებით იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ სკოლაში სადაც მინდა ჩემი შვილი დავარეგისტრიროს სახლთან ახლოს არ არის ადგილი ამ შემთხვევაში ვეძებთ სახლთან ახლოს მდებარე კიდევ უფრო სხვა სკოლას რომელიც სახლთან ახლოს არის და ვეძებთ იმ უახლოეს სკოლას სადაც ადგილია და იქ ვარეგისტრირებ. მოკლედ დიდი შანსი არის იმ სკოლაში სადაც მინდა რომ თქვა ჩემი შვილი მივიყვანო თუ ძალიან ასე ვთქვათ აქტიურად არ ვიმოქმედე და არ ჩავუსაფრთხე აი ამ ეტაპებს 4 ეტაპს დაგჭირს იმ სკოლის მიღმა სადაც მე მინდა ვთქვათ კონკრეტულ მშობელს რომ მივიყვანო ბავშვი. თორე ისე ბუნებრივია სკოლის მიღმა არ დარჩება. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც არ აქვთ კომპიუტერი, ასეთი არის ძალიან ბევრი შეიძლება ჩვენს ქვეყანაში და მათ რას ურჩევთ? ამაზე ვისაუბრეთ, რომ მას შეუძლია, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ კი ბატონო, მას შეუძლია არსებობს საგანმანათლებლო რესურს ცენტრები, შეუძლიათ მივიდნენ ამ ცენტრებში ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, რომ დაარეგისტრიროს, ასევე სკოლა, სადაც გადაწყვეტავს საკუთარი შვილი მიიყვანოს, სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარება და იქვე დაარეგისტრირებს მის შვილს. კეთილი. კაპიტანო ეკატერინა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებით არსებობს მაინც სტიგმები, მე მსმენია მათ შორის მშობლების მხრიდანაც, ну ასე ღიად ამას ვერ გამოხატავენ, თუმცა რაღაცა უხერხულობას მაინც აფიქსირებენ ხოლმე. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით, აი რა კეთდება ამ კუთხით, რა პროექტები ხორციელდება განათლების სამინისტროს მხრიდან, იგივე პედაგოგების მომზადებასთან დაკავშირებით, იგივე სწორი ადაპტაცია მოხდეს თანატოლებთან ამ კუთხით დამეთანხმებით, რომ მაინც რადგან ეს არ არის, თქვათ, დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკა, არსებობს გარკვეული შეფერხებები და უხერხულობები. ასევე ინფრასტრუქტურა რამდენად არის ადაპტირებული ასეთ ბავშვებს. კი ბატონო, სანამ ამაზე გაგცემთ პასუხს, გონია რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უთხრათ, ვინ არიან ეს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რადგან ასე ვთქვათ, ასე უხერხულობაში არ ჩავაგდოთ და ეს რაღაცა არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ის ეტაპები, რაც ვთქვათ, კონკრეტულად არის გასავლელი, დრო ტყუილა არ დახარჯონ, ასე ვთქვათ. ანუ პირდაპირ მეორე ეტაპზე, მესამე ეტაპზე არ მოვიდნენ ამას ამბობთ? არა, გულისხმობ იმას, თუ ჩვენს მაყურებელს ინფორმაცია ექნება, ვის გულისხმობს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეში, აი ეს მე მგონი იქნება
საჭირო ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ ბავშვებს, რომელსაც აქვთ გადაადგილების პრობლემა, ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, სენსორული განვითარების დარღვევა, სენსორულ განვითარებაში ჩვენ გულისხმობთ სმენის და მხედველობის პრობლემებს, ასევე ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე ბავშვებს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს. თუ არსებობს მსგავსი რისკი იმისი, რომ მშობელს მიაჩნია, რომ მას აქვს, მას ჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური გეგმები, დამატებითი სპეციალისტი და განსხვავებული მხარდაჭერა, სწორედ მათთვის არის ღია ეს ფანჯარა, მობრძანდით, მზად ვართ მხარი დაუჭიროთ, მოხდეს სწორი შეფასება და სწორედ როგორც აღვნიშნეთ და დავიწყეთ ჩვენი საუბარი, მიზანი არის ის, რომ სკოლამ დაიწყოს ზრუნვა ფიქრი იმაზე, რომ მასთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც ჭირდებათ განსაკუთრებული დახვედრა. ეხლა გადავიდეთ თქვენ შეკითხვაზე და გეტყვით, რომ როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ასე ვთქვათ, მუშაობთ ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და რა თქმა უნდა, არსებობს მასწავლებლის სახლი, სადაც არის თავმოყრილი ყველა ის სატრენინგო მოდული, რომელიც თვლით რომ მნიშვნელოვანია და მასწავლებელმა უნდა გაიაროს. ეხლა აქტიურად მუშაობთ ასევე გამრავალფეროვნებაზე და უფრო მეტ აქცენტებს ვაკეთებთ უშუალოდ მასწავლებლის განათლებაზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მასწავლებელს ჰქონდეს აი ეს უნარჩვევები და განათლება და ცოდნა. ასევე ასიახლე არის ის, რომ დაშვებულია დამატებითი სპეციალისტები, როგორც აღვნიშნეთ, მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს, ანუ სპეციალისტები და განსაზღვრავს საჭიროებას, მათ შორის იძახის, რომ აი ამ კონკრეტულ მოსწავლეს ჭირდება პერსონალური ასისტენტი, მას ჭირდება მეტყველების თერაპევტი, მობილობა ორიენტაციის სპეციალისტი, ანუ ყველა ის სპეციალისტი აქვს ყველა სკოლას სხვა. დღეს საბედნიეროდ გადაიდგა კიდევ ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ დაფინანსების მოდელი შეიცვალა, ვაღიარეთ ყველა ის სპეციალისტი, რომელიც ჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს და არის დღეს იმის შესაძლებლობა, რომ თუ მულტიდისციპლინური დასკვნა, გუნდის დასკვნაში ეწერება, რომ მას ჭირდება მაგალითად პერსონალური ასისტენტი, სკოლა მომართავს სამინისტროს, ამის ათანხმებს აშტატოს და მას უკვე შეუძლია და ამას მოყვებათ ფინანსური მხარდაჭერაც მინდა აღვნიშნო და შეუძლია, რომ მოსწავლისთვის აიყვანოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც მას ჭირდება. და ქაბატონო ეკატერინე, კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც სექტემბერში ან ოქტომბერში ხდებიან 6 წლის. კანონში ამასთან დაკავშირებით ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება? მე მაგალითად ჩემი ბიჭი, რომელიც 21 სექტემბერს გახდა 6 წლის, ვერ შევიყვანე სკოლაში, სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ფსიქოემოციური თვალსაზრისით მე მგონი არ არის მზად ამ პერიოდში გამხდარი 6 წლის ბავშვი სკოლაში შესასვლელად. მე ასე ვფიქრობ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის, მაგრამ ძალიან ბევრ მშობელს განსხვავებული აზრი აქვს და მათაც რომ უპასუხოთ. ნახეთ, არაფერი არ იცვლება, წელს ისევ გრძელდება ის ჩანაწერი, როგორც თქვენ აღნიშნეთ კანონში, 6 წლის ასაკის ბავშვი მიდის სკოლაში, იწყებს განათლებას, განსაზრულია სავალდებულო ასაკი, იცით რომ განათლება არის სავალდებულო, კანონით განსაზრული, რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება. აბსოლუტურად გეთანხმებით, მუდმივად არის ფორი აქ მშობლებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად ადრე მიიყვანოს თავის შვილი სკოლაში, თუმცა ჩვენ ვიტყვით, რომ რაც უფრო დიდხანს ითამაშებენ ბავშვები და მოემზადებიან სკოლისთვის, ის უკეთესია. ამ დროს ერთ-ერთ თვესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ სისტემები ისე არ აგვაქვს აწყობილი, რომ ვთქვათ, სწორედ მოხდეს ტრანზიციები ერთი ვთქვათ სერვისიდან მეორე სერვისში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მომზადებულია ბავშვი იმისთვის, რომ სკოლის მზაობა აქვს, უკეთესია მისი სასწავლო პროცესი უფრო გამართულად მიდის და მზად არის ბავშვი იმისთვის, რომ მიიღოს განათლება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ამწურავად ალბათ გაეცით პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება დაგროვილი ყოფილიყო აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით იმ მშობლებისთვის, ვისაც ახლა უწევს დარეგისტრირება თავიანთი შვილებისა, თუმცა დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში არსებობს ოფიციალური
გვერდი, სადაც შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ვიტყვით, რომ გვაქვს ასევე Inclusion-G, ესეთი ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოიწეროს კითხვა, გარდა იმის პასუხს და გარდა იმისა 200-220 არის ჩვენი სამინისტროს ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ მოქალაქე შეუძლია დაარეკოს. დიდი მადლობა ეკატერინე დგებულაძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობდა ეთერში. გრძელდება გადაცემა და ვიდრე სიუჟეტს წარვადგენდე, მე შენ კითხო, ნუ ჩვენ უკვე მრავალი წელია ერთმანეთს ვიცნობ და ფაქტობრივად ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე მინდა გითხრა, რომ როგორც გაგიცანი და გამოიყურებოდი მაშინ ისევ შემიძლია თქვა, რომ გამოიყურები და ვიცი რომ შენ დიდ ყურადღებას აქცევ და მე ამას ძალიან ვაფასებ გულწრფელად შენ სწორ და ჯანსაღყვებას, თუმცა მაინც მინდა გკითხო, რამდენად ზომიერად მოიხმარ მარილს. არა მხოლოდ შენთვის თქვა, ხა ძალიან ზომიერად სიცხარ და გიწევს კერძების მომზადებას ოჯახის წევრებისთვის. აი ძალიან ზომიერად ხმარობ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ აი ჩემმა შვილებმა ზედმეტი მარილი არ მოიხმარონ კვების დროს, თუმცა თვალთ მარილის გამორიცხვაც არ არის კარგი. მე მაგალითად გამოწნევიანი ვარ, ახლა თქვა დროს წაიღებს ეს თემა, მაგრამ ანუ ამ ხრივ ძალიან მოქმედებს უმარილო საკვები, ასეთ შემთხვევაში ჯობია რომ ცოტა მარილი მაინც მოაყარო საკვებს და ისე მოიხმარო. მოდი ვნახოთ და გავიგოთ რამდენად მავნია ჭარბი მარილის მოხმარება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო თოთიაური მოგვიყვება ახლა ამის შესახებ. მარილის გამო ძველად ომებიც კი იმართებოდა. ამასთან ერთად სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, სურსათის შენახვის საუკეთესო გზა მისი დამარილება იყო. ამიტომ მარილის სიყვარული შეიძლება ითქვას ადამიანებს ისტორიულად მოგუდგამს, მაგრამ ზოგ ერს მარილისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აქვს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენ სამზარეულოში ხომ უმარილო თუ ნაკლებად მარილიანი კერძი ფაქტობრივად არ მოიპოვება. ამგვარი დამოკიდებულების გამო კი მარილმა ჩვენს ლექსიკონში გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა და სიტყვა უმარილო ნაკლოვანების გამომხატველადაც კი იქცა. მოკლედ მარილი ქართველებს ძალიან გვიყვარს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. თუმცა მარილის ჭარბი მოხმარება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური პრობლემაა და მსოფლიოს მოსახლეობის 75% რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს მოიხმარს. ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებითა და კამპანიით გამოჩნდა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ინფორმირებული, რომ მარილის ჭარბი მოხმარება მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და აცნობიერებს, რომ მის შესამცირებლად საჭირო ზომების მიღება აუცილებელია. კვების ინდუსტრიების, მთავრობების და ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით კი მარილი და ჯანმრთელობა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საზოგადოებრივ აქტივობათა დღის წესრიგში დადგა. აღსანიშნავია, რომ მოხმარებული მარილის უმეტესი წილი მზა საკვე პროდუქტზე მოდის, თუმცა მრავალი პროდუქტი შეიცავს ეგრეთ წოდებულ დაფარულ მარილს, მაშინაც კი, როდესაც გემოვნებითი თვისებები არ მოითხოვს, რომ იყოს მარილიანი. არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირდება არტერიული წნევის მომატებასთან. ჰიპერტენზია კი ინსულტის ძირითადი რისკ ფაქტორია. მარილის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად გამოწვეულ რიგ დაავადებათა ჩამონათვალში ხვდებით გულის უკმარისობას, თირკმლის დაავადებებს, ჭარბწონიანობას. სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით მარილის დოზის მცირედი შემცირებაც კი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, დღიურ ნორმას თუ 6 ან 5 გრამამდე ჩამოვიყვანთ, ეს გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომლის დახმარებითაც ინსულტი 24%, ხოლო გულ-სიხსძარღვთა დაავადებები 18%-ით შემცირდება. მოზარდებისგან განსხვავებით ბავშვებთან, მარილის ჭარბ მოხმარებასა და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. ეს სასიხარულოა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პატარებისთვის მარილის ჭარბი მიღება ნებადართულია. აქ აქცენტი მშობელმა უმეტესად კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე უნდა გააკეთოს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს ურჩევს არ დაამატონ მარილი ბავშვისთვის შინ მომზადებულ კერძს. რადგან მშობლების უმეტესობა ბავშვის საჭმელს საკუთარი გემოვნებისამებრ ამატებს მარილს. ეს არ არის სწორი, რადგან გემოვნებითი აღქმა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს და რაც ჩვენ გემრიელი გვეჩვენება, ბავშვებს შესაძლოა არც მოსწონდეს. მთავარი კი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ ასაკში ყალიბდება გემოვნება და თუ ბავშვს ნაკლებ მარილიან საკვებს მივაჩვევთ, მომავალში ის უგემური აღარ მოეჩვენება. მარილის ჭარბი მოხმარების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი გზა მზა პროდუქტებში მისი ოდენობის
შემცირება. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საკვების მწარმოებლებს მოუწოდებს შეცვალონ პოლიტიკა მარილთან მიმართებაში. ეს კი დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალური გზაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ მარილის შემცირების სტრატეგიის სარგებელი ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე, განურჩევლად ასაკისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდით და გვიყურებთ. განვაგრძობთ გადაცემას, ხვალ 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 3 მარტიდან მოყოლებული იმართება საქართველოში. გაიხსნა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრიც. ცენტრის მიზნებზე ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუდიის სტუმრები კი არიან დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი ქალბატონი შუქია ჭინჭარაული და ასოციაციის წევრი ქალბატონი ნინო სიხარულიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევით. მადლობა. დავიწყოთ საინფორმაციო ცენტრით, რომელიც ახლახანს გაიხსნა თბილისში. საინტერესო არის ცენტრის მიზნები, რას მოემსახურება, რა მიზნით გაიხსნა. ქალბატონი შუქია, თქვენგან დავიწყოთ. როდესაც მშობელი ხდები, ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდება საკმაოდ ბევრი ინფორმაცია. არა მარტო ჩვილთან დაკავშირებით და მის მოვლასთან დაკავშირებით, ასევე მის განვითარებასთან დაკავშირებით. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლისთვის სწორი და დროული ინფორმაციის მიღება, მაშინ როდესაც ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი ხდება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ყველაფერს ახლავს შიში, დაბნეულობა და მშობლების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი მაშინვე მათთვის საჭირო ინფორმაციაზე. გარდა ამისა, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა საკმაოდ გამძაფრებულია და მათ დროულად ჭირდებათ მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა უფრო მეტად მისაღებია მშობლისთვის, როდესაც მას ასევე სხვა მშობელი, სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი, გამოცდილი მშობელი ესაუბრება და ეს პირველი ეტაპი უკვე გადალახა, მაგრამ გარდა ამისა მშობელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა განვითარების ეტაპები უნდა გაიაროს მისმა პატარამ, რა სერვისებია ხელმისაწვდომი დღეს ქვეყანაში, რომ არსებობს დაუშვათ ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება და ასე შემდეგ. როგორ ჩაერთოს ამ პროგრამაში? ქალბატონ შუქია, ის საინტერესოა, მშობელი, რომელსაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომ შესაძლებელია ასეთი ცენტრი არსებობდეს. აი, ახალი ხდება თქვენამდე ძალიან ახალია, დიახ. თქვენი პოვნა როგორ არის შესაძლებელი, რომ დაგიკავშირდნენ ასეთი ადამიანები, ვისთვისაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სრულიად მოულოდნელად ხდება ეს, ხომ? და ის არაფრისთვის შეიძლება არ იყოს ამ დროს მზად, მით უფრო არ იცოდეს თქვენი არსებობის შესახებ. დიახ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას თავისი ვებგვერდი აქვს, სადაც მაქსიმალურად ამომწურავად არის განთავსებული ყველა საჭირო ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მხარდაჭერაზე და არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების. ცხელი ხაზი ამოქმედდა და ცხელი ხაზის ნომერი გახლავთ 551 46 1555. ამ ცხელ ხაზზე შესაძლებელია დარეკვა უფასოდ, შეუმავალი ზარი უფასო გახლავთ და გამოცდილი მშობელი ყოველთვის დააკვალიანებს და გაუწევს კონსულტაციას ახალბედა მშობელს. გარდა ამისა, პირადი ინდივიდუალური შეხვედრებიც იგეგმება საინფორმაციო ცენტრში მშობლებთან, არა მარტო დაუშვათ ჯგუფური ყოველკვირეული შეხვედრები, არამედ პირადი შეხვედრებიც. თბილისში არსებობს, მდებარეობს ეს ცენტრი. საინტერესოა რეგიონებიდან მშობლებს თუ ექნებათ საშუალება რომ დარეგისტრირდნენ. რა თქმა უნდა, კი, აუცილებლად პირიქით ძალიან გვინდა რომ ჭიდრო ურთიერთობა გქონდეს რეგიონის წარმომადგენლებს და გვაქვს კიდევაც კი როგორ არა რეგიონები და ხშირად გვირეკავენ და ერთ დავამატებდი ამ ცხელხაზთან დაკავშირებით ამას ეხლა მიეცეს ფორმალური სახე რომ ეხლა დაერქვა ცხელი ხაზი და თორე ამაზე ჩვენი ერთ-ერთი მშობელი რომელიც ეხლაც უკვე ამ ოფიციალურად მუშაობს ამ ცხელხაზთან დაკავშირებით 13 წელია უკვე ამას ამ დახმარებას ეწევა უბრალოდ ეხლა დავარქვით ამ ცხელი ხაზი ღია საზოგადოებრივი ფონდის დახმარებით თორე ისე
13 წელია უკვე ყოველს ესე 24 საათის მანძილზე, აი ყოფილა შუაღამის ზარები, თითქმის ხო შუაღამის ზარები, რომ ესე მოხდა დაწყნარება და რაღაცას, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდი გამოიარა ამ ამბავმა და აქედან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ მართლა ჭირდება ჩვენი დახმარება, აი უკვე შევქმნით ესე ოფიციალური სახე მილიცამცხო. ამ ორგანიზაციას კიდევ მიუბრუნდებით, თუმცა თქვით ისიც, რომ უკვე არაერთი წელია მსოფლიოს საქართველოს შეუერთდა გულისხმობთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და აი ამ კვირეულს. რა იგეგმება საინტერესოა აი ამ კვირეულის ფარგლებში იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიდევ უფრო სხვა საფეხურზე ავიდეს. საიმედოდ უნდა ითქვას ალბათ ისიც, რომ ჩვენ ფაქტობრივად ყოველ წელიწადს გვიწევს ხოლმე შეხვედრა და ამ საკითხზე საუბარი და გაშუქება ამ კვირეულისა. არის წინ გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით, კიდევ რა კეთდება, აი სად გვიჭირს ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას და რამდენად მივიწევთ წინ ცნობიერების ამაღლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ნაბიჯია გადადგმული აი ამ წლების განმავლობაში მიმღეობასთან დაკავშირებით, მე ადრეც მithქვამს სხვა ეთერით და ეხლაც გავიმეორებ, რომ ქართველი ხალხი და ზოგადად საქართველო იმდენად ტოლერანტული ქვეყანა, იმდენად ტოლერანტული ერი ვართ, რომ თუ შევადარებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ევროპისა და ამერიკის გამოცდილებას, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მოკლე დროში მოხდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. რა თქმა უნდა, ბევრია კიდევ სამუშაო, მაგრამ დაახლოებით 8-10 წელიწადში მიაღწიო იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს, დამეწმუნეთ, რომ ეს ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარე პროცესია. რა თქმა უნდა, მაგრამ მშობლებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. სწორედ აი ჩვენი საქმიანობები იქითაც არის მიმართული, რომ მაგალითად ბავშვის დატოვების პრევენციაზე ვიზრუნოთ, რომ არ მისცეს არავინ არასწორი ინფორმაცია მშობელს, არ ურჩიოს ბავშვის დატოვება დაუშვათ სამშობიაროში. ხდება ასეთი? სამწუხაროდ კიდევ არის ერთეული შემთხვევები ხოლმე. მაგალითად ამ კუთხითაც გვჭირდება ცნობიერების ამაღლება. გაზამისა რადიოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნაადრევ, თქვათ, ადრეულ სტადიაზევე იქნას ამოცნობილი, თქვათ, ისე თუ ის შეიძლება ითქვას პრობლემა, რაც შეიძლება ნაყოფს კონდეს და ამ მიმართულებითაც თუ მუშაობთ, რომ ქალბატონებმა, როდესაც არიან ორსულად და არიან 12 კვირის, 11-12 კვირის, როდესაც გარკვეული ინფორმაციის მიწოდება უკვე ხდება მშობლისთვის, არ გადადგან ის ნაბიჯი და არ მოიშორონ ნაყოფი. ამაზეც პრენატალურ პერიოდშიც მხარდაჭერა, ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა კიდევ ყურადღება გავამახვილო. ტრანზიციის სისტემა არის ქვეყანაში გასამართი და რას ნიშნავს ეს? ეს არის უწყებათა შორის ურთიერთობების და კომუნიკაციის უფრო უკეთესად გამართვა. თუ ბავშვი ჩართულია ადრეული განვითარების სისტემაში, როდესაც ის უნდა წავიდეს ბაღში, მას არ მიყვება ჯეროვნად ინფორმაცია მისი შესაძლებლობების უნარების შესახებ და ხდება სრულიად ახლიდან, ნოლიდან დაწყება საბავშვო ბაღში. ან შეებაღიდან არ მიყვება სკოლაში, არ მიყვება სკოლაში და ასე შემდეგ. და სწორედ აი სამინისტრო, განათლების სამინისტრო ახლა მუშაობს ჩარჩო დოკუმენტზე, რაშიც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და 11 პარტს ჰქონდა სწორედ სამუშაო შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტების, სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შინაარსობრივად უფრო მეტად განვავრცეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს პროცესი დასრულებული არ არის და სწორედ აქ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად ჩაიდო პრენატალურ პერიოდში მშობლებთან მუშაობა. ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ იცით რა, საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც სრულიად სხვა შედეგს ვიღებთ. ანუ ეუბნებიან მშობელს, რომ შეიძლება მის შვილს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდეს, ანუ რაღაც გარკვეული ავადობით ან დეფექტით დაიბადეს, მაგრამ ეს სინამდვილეში არ ხდება. აი, საოცარი მაგალითია. აჩენს და ბავშვი ჯანმრთელია. თია დაიჩია. გაგიგებთ ალბათ ეს ისტორია, აი მასასწავლებრივი ისტორია. მაგრამ ასეც რომ არ იყოს და რომც დადასტურდეს ის დიაგნოზი და ექიმების ვარაუდი.
ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მშობელს სჭირდება სწორედ ამ პერიოდში მხარდაჭერა, ინფორმირება, მომზადება ფსიქოლოგიურად, ემოციურად, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა დაუძლეველი არ არის ამ ქვეყანაზე, როდესაც ერთობლივად რასაკვირველია ადამიანები. ამ თემებზე მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მედია საშუალებებით ბევრს ისაუბრებენ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ თქვენ, აი მაგალითად ქალბატონ ნინოს ვიცი თქვენი შვილის სახელი, ეს არის კატო და აი რაღაცა თქვენი მოკლე ისტორია მოგვიყვეთ, აი ხა ალბათ ძნელი წარმოსადგენია თქვენი ცხოვრება დღეს უკვე კატოს გარეშე, ხო? როგორ არის ახლა კატო? რამხელაა უკვე და კატო უკვე დიდი გოგოა 15 წლის არის, დავდივართ სკოლაში და სხვათა შორის აი სკოლაში რომ მიდიოდი ძალიან ნერვიულობდი როგორ მიიღებდნენ ბავშვები და ეს იყო აი საოცარი, იმიტომ რომ ისეთი მზრუნველები არიან ბავშვები სკოლაში. ისე ხვდებიან, ყოველდღიურად შეხვდებიან ჩანთას გამოვართვენ კატო როგორ ახარ თვითონ რაღაცა მორცხვია, მაგრამ აი ის რისიც მეშინო და აბსოლუტურად არ დადასტურდა, იმიტომ რომ ისე მიიღეს და ისეთი მზრუნველები არიან, რომ მართალი რო გითხრათ, გაოცებულიც კი დავრჩი და ისეთ ძალიან იცით რა არის აი ესეთი მითი რო არის გავრცელებული რომ რაღაცა ძალიან ისეთები არიან ესენი რაღაცა ფუმფულები რაღაცა საყვარლები არიან და რა თქმა უნდა დადებითი ენერგია მოაქვთ და მაგრამ არიან თავისებური ხასიათი აქვს ძალიან ჩამოყალიბებული ისევე როგორც თქვა სხვა დანარჩენ ჩემ ოშულს იცის თავისი მოსაზრება აქვს ყველაფერზე თავისი შეხედულება აქვს რაღაცა უნდა არ უნდა სულიად რაღაცა ჩაულებრივია ჩაულებრივი ადამიანი აბსოლუტურად ჩაულებრივად საუბრობთ ისეთ რაღაცა ხანდახან კითხობს მისმენს ხოლმე ისეთ რა აი რაღაცა ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება და სერიალებს და იქიდან რასაც მოისმენს ხოლმე მე მეკითხება და იმ დროს მეკითხება რაღაცა და აი კორუმპირებული რაღაცა აი ეს შემანქანა ძრავი რამდენი აი რაღაცა ისეთ ყოველფერს რასაც მოისმენს ხოლმე მე აინტერესებს და რაღაცა მსჯელობთ კი ანალიზებს და ამას სწორ ფორმას აძლევს ანუ სწორ დროს კითხულობს და ძალიან ისეთი ინტერესიანია და ძალიან თავისებური ესეთი ჯიუტი არ არის ისე რომ მე ყველაფერს გიჯერებს და რაღაცა და ასეთი მითი არსებობს არა ხო მითი არა ხო ძალიან ისეთი კი სიყვარულს გასცემენ რა თქმა უნდა მაგრამ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ადამიანები არიან თავისი ხასიათი თავისი ფიქრებით თავისი კი ბატონო კი თქვენას გვეტყვით საინტერესოა და თუ ახლა გვიყურებენ ალბათ ისინი უფრო სკოლაში არიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ მათ ჩემი შვილი მირიანი 9 წლის არის, მეორე კლასის მოსწავლეა. მირიანმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა ან არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მეტყველება ჯერ არ აქვს განვითარებული ისე როგორც საჭიროა, სამაგიეროდ გადასარევად წერს და როდესაც ვერ ხვდებით ხოლმე დაფები გვაქვს სახლში და მივა და დემონსტრაციულად დაგვიწერს რა უნდა დაფაზე სრულიად უშეცდომოდ. მე ხანდახან არ ვიცი ზუსტად მინდა თუ არ მინდა. ჩემგან განსხვავებით მან იცის რა უნდა. თუმცა ეს ხასიათის თავისებურება ყოველთვის დაუნის სინდრომთან არ არის კავშირში და პირდაპირ კავშირშია მის გენეტიკასთან. ჩვეულებრივად ადამიანის ხასიათი. და მათი ქცევაც აი რაც მათ გამოარჩევს, იქითკენ არის მიმართული, რომ არავითარი რაღაც ანგარების მაგვარი ან რაღაც უკანაზრახვები არასოდეს არ ამოძრავებთ ხოლმე. ძალიან ღიები, პირდაპირები და გულწრფელები არიან. ეს ნამდვილად გამოარჩევს მათ და ეს განსაკუთრებული სიყვარულის უნარი და სითბოს უნარიც ნამდვილად აქვთ. თქვენი ისტორია არის მაგალითი ორივესი, რომ არასდროს გადაულახავი პრობლემა, რომ არასდროს ჩიხი ყოველთვის არის გამოსავალი და ალბათ თქვენ ხართ მაგალითი ძალიან ბევრი მშობლისთვის, ახლა ვინც შეიძლება ჯერ კიდევ მალავს თავის პრობლემას. არიან ასეთი მშობლები? არიან სამწუხაროდ და ჩვენთვის ეს გასაგებია, იმიტომ რომ დროული მხარდაჭერა თუ არ მოხდა მათი გარემოცვა თუ არ ყავთ მათ ისეთი რომელიც ამ მხარდაჭერას განახორციელებს ყველას ნუ მოვთხოვთ რომ იყვნენ გმირები და იყვნენ ძალიან ძლიერები თუმცა შეგვიძლია დავეხმაროთ რომ ყოველთვის გმირი თუ არ იქნება და თქვა რაღაცა თავდადებული ჩაკეტილი მაინც არ იყოს და ამ პრობლემას არ მალავდეს ეს მართლა სხვა სიტუაცია მართლა სხვანაირი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან
რეგიონებში ცოტა სხვანაირად არის საქმე, რა თქმა უნდა. დრო დაჭირდება, მაგრამ 8 წელი, 9 წელი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობ, ძალიან ცოტა დროა. ხო, მე ამ წლებს უბრალოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, ცვლილებები, კანონები და ასე შემდეგ განხორციელდა. 21 მარტს რა მოხდება, ისიც რომ თქვათ დამაგვირგვინებელი ბოლო ღონისძიება რა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თავში ვთქვით, რომ 3 მარტიდან მოყოლებული იმართება ღონისძიება. და აქვე დავამატებ, ვის შეუძლია ჩაერთოს აი ამ ღონისძიებებში. ყველას ჩაერთოს ქართულები ხართ, ქართულები ვართ. ეხარია რომ ამ პროცესს ყოველ წელს სხვადასხვა დიზაინი აქვს წინდას. დიახ, ყოველ წელს. და ძალიან ლამაზია. თავისი დატვირთვა აქვს ამ წინდასაც. ხო, ქრომოსომის ფორმას იმეორებს ქუსლით ერთმანეთისკენ შეტრიალებული წინდები. მე დღეს ვაპირებ, რომ მთელი დღე ასევეა, რომ შეგიძლიათ ხვალაც. იჯახსაც უხდება, ხო? ხვალაც მთელი დღე. ამას ვერ შეგპირდებით, რომ ასევეა, მაგრამ აი პიჯაკს ნამდვილად დავამშვენებ. 21 მარტს გაიმართება კონფერენცია, სადაც განიხილება სწორედ სამუშაო შეხვედრის შედეგები. ჩვენ დავპატიჟეთ პასუხისმგებელი პირები, გადაწყვეტილების მიღები პირები კონფერენციაზე და სწორედ ტრანზიციის თემასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი აზრი, მათი ჩართულობა და მათი დასწრება. და საღამოს და ეს კონფერენცია გაიმართება ჰოლიდეინში და საღამოს იულიუს მაინლისთან ერთად გეგმავთ საერთო ღონისძიება, სადაც მოხდება სოციალური საწარმო-ბაბალეს, რომელიც ჩვენი დაფუძნებულია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა, ძალიან საინტერესო ღონისძიებები ბავშვებისთვის და ეს ვარდების ბაღში გაიმართება. აღმოჩენილ. მე მინდა გთხოვოთ, რადგან ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, ასე ვისაუბრეთ იმ პროგრესზეც, რაც აი ამ მცირე პერიოდში ამ კუთხით გადაიდგა ჩვენს ქვეყანაში და ევროპული ქვეყნების მაგალითიც მოიშველიეთ. ეს ბუნებრივია ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, თუმცა აი დღემდე რა რჩება ყველაზე მთავარ და დიდ პრობლემად შეიძლება ითქვას, აი სად გჭირდებათ ყველაზე მეტად თანადგომა და ვისი თანადგომა. აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ალბათ ისევ პირველ რიგში სამედიცინო სფეროში, აი პირველი რაც შუქიამ უკვე ახსენა, აი პირველი დაბადებისთანავე, რომ სწორად მიეწოდოს ინფორმაცია მშობელს და აი თანადგომა. მაინც მე ვფიქრობ, რომ აი მაინც უფრო მაინც ყველაზე მეტად გვიჭირს ისე. კაპიტან შუქია, ხომ არაფერს დაამატებ? მე დავამატებდი სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა, მეტი ხელშემწყობი პროგრამების და სერვისების განვითარება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს თავისი განვითარების ტემპი აქვს, თავისი განვითარების გზა აქვს და სწორედ ადრეულ ასაკში ამ უნარების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, რამდენიმე მიმართულებით არსებობს ძალიან კარგი პროგრამა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ყველა ბავშვს არ მიუწოდება და ყველა ოჯახს ამაზე ხელი წირი დაფინანსების. რაც შეეხება დასაქმების საკითხს, ესეც არის ძალიან აქტუალური, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ქონდეთ საკუთარი საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც თქვენი შვილები უკვე იმ ასაკში იქნებიან, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ იმუშაონ, სხვა სიტუაცია იქნება შედარებით თუ ამ ტემპით ვივლით, მაგრამ აი დღეს რა სიტუაცია არის, რას გვეტყვით, თქვათ სხვა მშობლები რას ამბობენ, რომელთაც უკვე დასრული შვილები ყავთ. აი მზაობა არის იმის, რომ დასაქმდნენ ბავშვები, ბევრი კომპანიები გვთავაზობენ, რომ აი მოვიდნენ ჩვენთან, დავასაქმებთ, მოვამზადებთ. რა ვიცი, რომ ზოგი მშობლისგან არის მზაობა, ზოგისგან არა, მაინც. მშობლებისგან არის მზაობა, მაგრამ ანუ კომპანიებისგანაც არის. კომპანიებისგან არის, კი, საკმაოდ ბევრი კომპანიებისგან გვაქვს. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, თქვათ აქ როგორ საჯაროს არა. არის შემთხვევა, რომ საჯარო სამსახურს რამდენიმე შემთხვევა ჩვენ წარმატებით დასაქმებული ახალგაზრდებისა, ვისაც დაუნის სინდრომი გვაქვს. საქმე იმაშია, რომ სწორედ სოციალური საწარმო-ბაბალე ამ მიზნითაც შეიქმნა, რომ ჩვენი შვილებისთვის რაღაც ეტაპზე გარკვეული ადგილი შეგვექმნა, სადაც ისინი წინა პროფესიულ უნარებს განავითარებდნენ და შემდგომ შეძლებდნენ პროფესიის არჩევას, დაუფლებას და შემდგომ დასაქმებას. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. საქმე იმაშია, რომ როდესაც საკმაოდ ადრე
შერეული ასაკიდან არ იწყება ამ უნარების განვითარება, შემდგომ უფრო მოზრდილ ასაკში და მოზარდობის ხანაში ცოტა დიდხანს გრძელდება და ჭირს ხოლმე წინა პროფესიული უნარების განვითარება და ასევე არჩევანის გაკეთება. თუმცა დღევანდელი მონაცემებით გაცილებით მეტი შემოთავაზება გვაქვს კომპანიებისგან, ვიდრე დავუშვათ მზაობა არის ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან და ოჯახების მხრიდან. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ძალიან მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მადლობა ფერიკით. და შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ ჩვენ საუბრობდით შშმ ბავშვების მშობელთა საინფორმაციო ცენტრის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა და ასევე შევეხეთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომელსაც ბუნებრივია, რომ საქართველოს უერთდება. ჩვენ ასეთი მცირე ფორმით, მაგრამ მაინც უერთდებით ამ დღეს. ჩვენი სტუმრები გახდნენ დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი შუქია ჭინჭარაული და ასოციაციის წევრი ქალბატონი ნინო სიხარულიძე. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. მარიხუანა, მცენარის ლათინური დასახელება კანაბის. მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს დნმ-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას, აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, განვაგრძობთ გადაცემას. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით წარსდგა, თუ როგორ ჩაიარა ქართული ლიტერატურის ინგლისურენოვან კითხველთან შეხვედრა. ამაზე გვესაუბრება ჩვენი სტუდიის სტუმარი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა. გვანცა დილონჩიძე, ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. კარგად. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა. უერთდები ამ აქციას. მეც უერთდები თქვენთან ერთად ამ აქციას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ანუ რაღაცნაირად მივეხმაროთ საზოგადოებასაც ცნობადობის ამაღლებაში ამ კუთხით, ასე რომ თქვენ მადლობა ასეთი ინიციატივისთვის და მე სიხარულით შევერთდი. გვანცა, რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, ახალი დაბრუნებული ხართ ლონდონიდან, სადაც 12-დან 14 მარტის ჩათვლით ლონდონის წიგნის ბაზრობა გაიმართა. ეს იყო საქართველოს, ასე ვთქვათ, პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე, ლიტერატურულ ასპარეზზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, სადაც ძალიან წარმატებულად წარსდგა საქართველო, როგორც სტუმარი ქვეყანა, ჰქონდა დიდი გამოხმაურება ჩვენს ეროვნულ სტენდს. რაც შეეხება ლონდონს, როგორ ჩაიარა, როგორ წარსდგით, საინტერესოა. დიდი მოლოდინი იყო ალბათ ფრანკფურტის შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენც ძალიან გვაინტერესებდა ამ ფრანკფურტის ესეთი აჟიოტაჟის შემდეგ, როგორ შეგხვდებოდა საერთაშორისო საზოგადოება. ლონდონი ნამდვილად იყო პირველი საერთაშორისო პროექტი და ინგლისურენოვანი ბაზარი ზოგადად, რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინგლისურად კითხულობს, არ ვიცი, მსოფლიოს საზოგადოების ძალიან დიდი პროცენტი და აი ამ ბაზარზე შესვლა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია. დაინტერესება იყო, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ეს გვახსოვს წინა წლებში, იმიტომ რომ ჩვენ ლონდონში უკვე მე-7-ად მონაწილეობდით წელს და ანუ ჩვენ ესეთი რამ მოვიფიქრეთ, რომ თავად ჩვენი სტენდი გამოიყურებოდა ისევე, როგორიც იყო ფრანკფურტის პროექტის ფარგლებში, იმიტომ
იმიტომ რომ გვინდოდა რომ აი ეს ცნობადობა რომელიც არსებობდა შეგვენარჩუნებინა, ანუ ის ვიზუალური მეხსიერება მაინც უფრო ესე მუშაობს ასე ვთქვათ და ამბანით გადმოცემული საქართველოს რაც იყო ჩვენი კონცეფცია ფრანკფურტში ეს შევინარჩუნეს და ვფიქრობთ რომ რამდენიმე წელი კარგი იქნება თუ აი ამ გზას დავადგებით და ვიქნებით ასეთი ვიზუალით. მოდიოდნენ რა თქმა უნდა ადამიანები, ჩვეულებრივი მკითხველებიც, ასევე გამომცემლები, ჩვენი სფეროს პროფესიონალები და კითხულობდნენ ძალიან ბევრს ქართული ლიტერატურის შესახებ. ისი ნახვა შეიძლებოდა გვანცა ჩვენ სტენდზე ეს საინტერესო. დიახ, აი ამასაც მოგახსენებთ, ეს იყო დაახლოებით 170-მდე გამოცემა, რომელთაგან ნაწილი იყო ქართულენოვანი ლიტერატურა, იმიტომ რომ იქ მოდიოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც და იყო რა თქმა უნდა ჩვენი ეს ბოლოდროინდელი სიმდიდრე რაც გახლავთ, თარგმნილი ლიტერატურა და მათ შორის საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს უკვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი წიგნებიც და შეგვეძლო რომ ამითაც მოგვეწონებინა თავი, თუმცა მსოფლიოს სხვა ენაზე, განსაკუთრებით გერმანულ ენაზე გვაქვს ბევრი ახლა ბუნებრივია, თუმცა ინგლისურ ენაზეც უკვე ხელმისაწვდომია და ხშირად გვეკითხებოდნენ და რაღაცნაირად ვაძლევდით ჩვენს მიმართულებას, რომ თუნდაც Amazon-ზე უკვე ხელმისაწვდომია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, გამოიწეროს ქართველი ავტორის წიგნი და შეიძინოს ის უკვე სხვადასხვა ენაზე. კვანცა თვითონ ლონდონის წიგნის ბაზრობა რითი არის გამორჩეული, ამასაც რომ გვესაუბროთ და გარდა ვთქვათ წიგნების წარდგენისა და ეროვნული სტენდისა, პროგრამაზეც რომ გითხრათ, თქვა თუ გაიმართა შეხვედრები, სემინარები და ასე შემდეგ. დიახ, ლონდონის წიგნის ბაზრობა ცხადი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფრანკფურტი არის მთავარი და ცენტრალური ფორუმი ჩვენ სფეროში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ლონდონი, იმიტომ რომ დაახლოებით 25,000-მდე საგამოცემლო პროფესიონალი იყრის ამ ბაზრობაზე თავს, რაც არის ძალიან დიდი ციფრი, ცხადია, და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება თავად პროგრამას, ჩვენ გვინდოდა რომ ერთგვარი ესეთი შეჯამება გაგვეკეთებინა ლონდონში ფრანკფურტის პროექტის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან ერთად და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს სტენდზე ერთობლივი მიღება, რომელსაც დაესწრო ასევე ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი და ჩვენ ერთობლივად ერთგვარად მიმოვიხილეთ ის შედეგები, რაც გვქონდა და შემდგომი გეგმები, როგორ ვაპირებთ, რომ იმოგზაუროს ქართულმა ლიტერატურამ და ქართველმა საფრანგეთი გველოდება ხო პარიზი. კი ბატონო, აი სწორედ ძალიან ბოლოდროინდელი ამბავია, რომ ზუსტად ლონდონს მოყვა. მე 2 დღეში გაიხსნა პარიზის წიგნის ბაზრობა, სადაც წასული იყო ჩვენი ესეთი ოფიციალური დელეგაცია და პირველი მოლაპარაკებები დაიწყო იმის შესახებ, რომ ძალიან მალე საქართველო უნდა წარდგეს პარიზში ტუდის არის ჯერ. დაახლოებით სავარაუდოდ 2022 წელზეა საუბარი, მაგრამ მაინც დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. საინტერესოა გვანცა, ვის შეეძლო აი ამ ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება. რა შეთავაზებები გქონდათ თქვათ და რამდენად იყო დაინტერესებული, ნუ ალბათ იყო ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით გამომცემლებთან ერთად ლონდონში წასული და ჩვენ სტენდზე მუშაობდნენ ქართველი გამომცემლები. სისტემა მუშაობს პრინციპში ყველა ბაზრობაზე ერთნაირად, რომ ისინი ნიშნავენ ოფიციალურად შეხვედრებს და ჩვენ სტენდზე არის ხოლმე სამუშაო სივრცე ყოველთვის გამოყოფილი და ქართულ გამომცემლებს აქვს საშუალება შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს. ძირითადად მუშაობდნენ იმაზე, რომ შეეთავაზებინათ ქართული ლიტერატურა ამა თუ იმ უცხოური გამომცემლობისთვის, თავიანთი კატალოგებიდან, სხვადასხვა წიგნები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ნუ ოფიციალურად ამ პროექტის და სტენდის ორგანიზატორი იყო წიგნის გამომცემელთა ასოციაცია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ჩვენს აქტიურად ვცდილობდით, რომ გამომცემლებთან ერთად, ანუ აი ესეთი ჩვენი კატალოგებიდანაც გვემუშავა ამ მიმართულებით. ამიტომ ესეთი ძალიან დატვირთული დღეები იყო. რა თქმა უნდა, გამომცემლებისთვის ასევე ეს ფორუმი მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ვთქვათ, მოძებნონ ისეთი წიგნები, რომელიც ითარგმნება შემდგომში ქართულად და გამოიცემა ეს მიმართულებაც ცხადია ძალიან. ზოგადად სადისტრიბუციო და სასტამბო საქმიანობისთვისაც ალბათ მსგავსი ტიპის ბაზრობები ძალიან რა თქმა უნდა, ყველანაირი მიმართულება, რაც კი არსებობს საგამომცემლო სივრცეში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ სტამბები აქტიურად არიან წარმოდგენილი, მათ შორის უცხოური სტამბები, რომლებიც გვთავაზობდნენ ჩვენ თავიანთ მომსახურებას და ნუ საქართველოს ვთქვათ, აქვს აქტიური კავშირები თურქულ სტამბებთან არის ესეთი შემთხვევებით და ამ ხრივაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა მიმართულებით განვითარდეს საგამომცემლო საქმიანობა, იმიტომ რომ ყველანაირი ტიპის შეხვედრის საშუალება არის ამ სივრცეში და რაც იყო ჩვენთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, რომლის ბორჩიც ჩვენ პირველად შევედით წელს. აი სწორედ ამაზე მინდოდა დამესხა შეკითხვა. არ შეიძლება რომ ეს ყურადღების მიღება დაგვრჩეს. 15 კაციანი ბორდი არის მსოფლიო თუ ევროპის, აი ეს შემიწოდება.
სოფლიო წიგნის გამავრცელებელთა, ხო? ეს არის გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, დიახ, რომელსაც ყავს 15 და ერთი ქართველი წევრი არის გვანცა ჯობავას სახით, რაც ძალიან გვიამეყება. ერთი ქართველი ეს საამაყო ამბავია. კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ ხრივ იყო ლონდონის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ პირველად მოგვეცა საშუალება, რომ აი 15 კაცი ამ ბორჩი დაგვეკავებინა ჩვენი ადგილი და უკვე დაგვეწყო საქმიანობა ესეთ მაღალ დონეზეც და მიგვიღო მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრაში, რომელიც დღეს არის აქტუალური მთელი მსოფლიოს. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და კიდევ ერთხელ თქვენ და არა მარტო თქვენ მთელ საქართველოს ვილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან შანსს და ასევე გვიხარია ის, რომ ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები დაისახა და როგორც ელისაბედმა თქვა, წინ საფრანგეთია. წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა გვანცა. შევახსენოთ მაყურებელ სტუდიაში საუბრობდა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და ასევე მსოფლიო წიგნის გამომცემელთა 15 კაციანი ბორდის ქართველი წევრი გვანცა ჯობავა. მე კი შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გადაცემას სიამოვნებით უძღვებოდით ელისაბედ აბულაძე და გიორგი მერებაშვილი. ბედნიერი დღე გვინდა გისურვოთ და აი ასე დაგემშვიდობოთ ელისაბედ. ნახვამდის ბედნიერად.